დღეს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ თემებზე მსჯელობისას მთავარი ღერძი სიძულვილის ენაა, რომელსაც კვებავენ პოლიტიკოსები. მათ ხშირად არ ესმით, რომ რომელიმე მხარის ტყის ხატად გამოყვანით ისინი შეურაცხყოფენ საზოგადოების დიდ ნაწილს. ასევე მათ ხშირად არ ესმით, რომ საქართველოს მთავრობათა ცვლილება მარცხი ძირითადად სწორედ აი ამ სიძულვილის გამომჟღავნებით არის განპირობებული. ძალიან ხშირად ვენდობით პოლიტიკოსებს ისეთ საკითხებში, რომელშიც ჩვენ თვითონ არ ვართ კომპეტენტურები, იქნება ეს ეკონომიკა, ეკოლოგია, პოლიტიკა. ისიც უნდა ითქვას, რომ თავად პოლიტიკოსებიც არ არიან ხშირად კომპეტენტური, რადგანაც პოლიტიკოსობა დღეს საკმაოდ ადვილი მისაღწევია. ამ ფულით, ან ცნობადობით უფრო ძნელია გახდეთ ცნობილი ჟურნალისტი, ცნობილი მომღერალი, ფეხბურთელი, ძალოსანი და შემდეგ გადაერთო პოლიტიკაში. ეს ძალიან ადვილია და ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ხშირად პოლიტიკოსები თავად არ არიან კომპეტენტური იმ საკითხებში, რომლისკენაც ჩვენ მოგვიწოდებენ და რომლის დაჯერებასაც ჩვენ გთხოვენ. ამიტომ მე მგონი ჩვენი ძირითადი შეფასება უნდა იყოს პოლიტიკოსებისა, თუ როგორი ადამიანია ის, როგორი პროფესიონალია ის თავის საქმის. ჩვენ უნდა ვიღვაწოთ მე მგონი იმისთვის, რომ ნებისმიერი გამოვლენა, სიძულვილის ენისა, უკულტურობა, არაცივილიზებული მოპყრობა ჩვენ თავში ზოგადად და პოლიტიკოსების მხრიდანაც იყოს მკაცრად, კაფიოდ გაპროტესტებული საზოგადოებრივი აზრის სახით.